დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. როდესაც ადამიანის შესახებ საუბრობთ, ჩვენ გულისხმობთ ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა წახნაგს. ჩვენ შევთანხმდით, რომ საუბრობთ ადამიანის დღეგრძელობაზეც და ადამიანის ცხოვრების ხარისხზეც. და მარტივია მიზეზი. ადამიანისათვის არ აღმოჩნდა საკმარისი მხოლოდ დიდხან სიცოცხლე. ადამიანს კარგად ცხოვრება უნდა და კარგად ცხოვრების ქვეშ სწორედ ცხოვრების ხარისხი იგულისხმება, რომელიც ძალიან ბევრ ფაქტორს აერთიანებს და მათ შორის იმ რისკებსაც, რომელმაც შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობა შეამციროს და დააზარალოს ადამიანის ცხოვრების ხარისხიც. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად ვსაუბრობთ ისეთ საკითხებზე, რომელთა დამსახურებით ადამიანმა შეძლო სიცოცხლის გახანგრძლივება და ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაც. სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა დროს ადამიანმა სხვადასხვა აღმოჩენით მიაღწია ამ შედეგს და როგორც თავის დროზე ბორბალი აღმოჩნდა ადამიანის და ცივილიზაციის განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედი, ასე აღმოჩნდა ერთი კონკრეტული ჯგუფის პრეპარატები, რომელთაც ანტიბიოტიკები ჰქვიათ. ანტიბიოტიკებმა პრაქტიკულად შეცვალა ადამიანის არსებობა და შეცვალა ცივილიზაცია. მაგრამ ამავე დროს უამრავი თავსატეხი გააჩინა და მათ შორის კითხვები. ჩვენ გადავწყვიტეთ ზოგიერთი კითხვა გადაცემის დაწყებამდე დაგვესვა ჩვენი მაყურებლისათვის და ჩვენი მომხმარებლისათვის, სოციალური გვერდების მომხმარებლისათვის და მოდით ერთად შევავლოთ თვალი, როგორ გამოიყურება გამოკითხვის შედეგები. ჩვენ მიერ დასმული კითხვა იყო ძალიან მარტივი, რომელი მახასიათებლის გამო იყენებთ ანტიბიოტიკებს. ის რომ საზოგადოება ხშირად ექიმის მითითების გარეშე თვითონ იყენებს ანტიბიოტიკებს, ეს ძალიან კარგად ვიცით. მაგრამ რომელია ის მახასიათებელი, რომელიც ამ არჩევანს უდევს საფუძვლად? და ვკითხეთ სიცხის დამწევი ეფექტის გამო, ბაქტერიების საწინააღმდეგო მოქმედების გამო, ვირუსების საწინააღმდეგო მოქმედების გამო, თუ არ ვიცით ამ კითხვაზე პასუხი. თქვენ ალბათ შენიშნეთ, თუ კარგად უსმენთ ჩვენს გადაცემებს, წლების მანძილზე ხართ ჩვენი ერთგული მაყურებელი, ნამდვილად შენიშნავდით, რომ კითხვები იყო პროვოკაციული. წინააღმდეგობრივი და ხშირ შემთხვევაში შეცდომაში შემყვანიც. თუმცა გამოცდილი მაყურებლისათვის, ჩვენი ერთგული მაყურებლისათვის მე ვფიქრობ, არ უნდა ყოფილიყო ზედმეტად დამაბნეველი. მიუხედავად ამისა, მოდით ერთად შევავლოთ თვალი, რა აჩვენა გამოკითხვის შედეგმა. გამოკითხვის შედეგმა დაგვანახა, რომ სამწუხაროდ 23% თვლის, რომ ანტიბიოტიკს აქვს სიცხის დამწევი ეფექტი, ეს არის მისი მთავარი მახასიათებელი და ამის გამო უნდა გამოვიყენოთ ანტიბიოტიკი. და ეს მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ჩვენ ამ თემაზე რეგულარულად ვსაუბრობთ. 45% თვლის, რომ ბაქტერიების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, 18% მიიჩნევს, რომ ვირუსების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და მხოლოდ 14%-მა უპასუხა, გამოკითხულთა 14%-მა უპასუხა ამ კითხვას ფრაზით არ ვიცი. არის თუ არა თანამედროვე მედიცინის შეხედულებები განსხვავებული ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით? დიახ, განსხვავებულია, მაგრამ რატომ შეიძლება ეს დამოკიდებულება შეეხოს მედიცინის ყველა დარგს და დღევანდელი ჩვენი გადაცემა ამ წარმოდგენებიდან რომელ წახნაგებს მოუყრის თავს, ამას რამდენიმე წამში ჩვენი გადაცემის სტუმრებთან ერთად თანმიმდევრულად განვიხილავთ. როდესაც ადამიანი ეძებს სამკურნალო საშუალებას, ამისთვის უამრავი რესურსი არის ბუნებრივ გარემოში და თავის დროზე მინერალი, მცენარე და ცოცხალ ორგანიზმებში დაშიფრული არაერთი ნივთიერება გამოიყენა იმისთვის, რომ საკუთარი დაავადებები დაეძლია. ეს კანონზომიერება დღესაც ძალიან აქტუალურია და ადამიანი ამ მიმართულებით ძიებას არ წყვეტს. თუმცა ადამიანი დადგა გამოცდის წინაშე და ძალიან სერიოზული გამოცდის წინაშე, როდესაც მის მიერ ყველაზე დიდ გამარჯვებად, ყველაზე დიდ წარმატებად შერაცხული მონაპოვარი, როგორიც იყო ანტიბიოტიკოთერაპია, შეიძლება ადამიანისთვის აღარ აღმოჩნდეს ისეთივე ეფექტიანი ინსტრუმენტი, როგორც აქამდე იყო. რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რატომ არის ეს ასე საყურადღებო თავისი შედეგებით, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ღელავენ და არა მედიცინის მხოლოდ ერთი რომელიმე სფეროს წარმომადგენლები. რატომ არის ეს ასე? რატომ ხდება ჩვენს რეალობაში
სწორედ ასე და არა სხვაგვარად, ამაზე საუბრობთ დღეს ჩვენ და ცხადი არა პირველად და არც დღევანდელი გადაცემით შემოიფარგლება ამ თემაზე ჩვენი მსჯელობა, თუმცა დღეს ჩვენ მასპინძლობთ გადაცემის პირველ ბლოკში ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობარს, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, იგი გახლავთ ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი ქალბატონი ნინი ბაკურაძე, ნინი დილამშვიდობისა. ყოველთვის მიხარია თქვენი სტუმრობა და ყოველთვის ველოდები, როგორ შეიძლება ესა თუ ის პრობლემა დაგვანახოს ლაბორატორიის ჭრილში და უხილავი მექანიზმების ჭრილში სტუმარმა, რომელიც წარმოადგენს ამ დარგს. თქვენ მყავხართ რასაკურველია მხედველობაში. თუმცა საზოგადოებისათვის ახლა შეიძლება ცოტა არ იყოს დამაბნევლად ჟღერდეს, სად ანტიბიოტიკები, ანტიბიოტიკოთერაპიის მონაპოვარი, ანტიბიოტიკების მიმართ გამძლეობა, მდგრადობა და ამასთან დაკავშირებული რისკები და ლაბორატორიული მედიცინა. რატომ შეიძლება ეს იყოს ასე აქტუალური და იმდენად აქტუალური, რომ ხვალ თქვენ კოლეგებთან ერთად შეიკრიბებით და საგანგებოდ ერთმანეთს გაუზიარებთ პოზიციებს და შემდეგ ამ პოზიციებს გაიზიარებს მთელი საზოგადოება. რა მოხდა ასეთი და რატომ აღმოჩნდა ასეთ გზაგასაყარზე თანამედროვე მედიცინა? თქვენ ძალიან კარგად ახსენეთ, რომ რეალურად პრაქტიკულად დაძლეული პრობლემა რაც იყო ერთი საუკუნე უკვე გავიდა მას შემდეგ, უფრო მეტი კიდევ, ისევ პრობლემის წინაშე ვდგებით. რატომ? ბაქტერიები ეს უხილავი არსებები. მართალი გითხრათ, საოცრად ჭკვიანი არსებები აღმოჩნდნენ. როგორც ადამიანებს ყველა ცოცხალო ორგანიზმს აქვს რაღაც გარკვეული თავდაცვის მექანიზმი. მისთვის უჩვეულო გარემოში მოახდინოს ადაპტირება, დაიწყოს ბრძოლა გადარჩენისთვის. რატომ ვამბობთ ხომ ამას? იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებმა, ექიმებმა, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა, რომლებიც მედიცინასთან არიან დაკავშირებული, შექმნეს ისეთი პრეპარატი, როგორიც არის ანტიბიოტიკი. ბაქტერია დაუფიქრდა ამას, რეალურად მიიღო გამოწვევად და ნამდვილად აი ეს უხილავი არსება ძალიან დიდი ჭკუის მატარებელი. ყოველ შემთხვევაში მაღალი სიცოცხლის უნარიანობით გამორჩეული. ძალიან მედეგი აქტიურად ჩაება თავად ბრძოლაში. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე, როდესაც ანტიბიოტიკი გამოიგონეს, ისინი ძალიან სუსტები იყვნენ. რეალურად მათთან ბრძოლა იყო ძალიან მარტივი, მაგრამ თანდათან ანტიბიოტიკების არა სწორმა გამოყენებამ, არა თქვა დანიშნულებისამებრ გამოყენებამ, არასწორი დოზირებით გამოყენებამ და არასწორი ხანგრძლივობით გამოყენებამ გააკეთა ის, რომ ბაქტერიებმა იფიქრეს, რომ არც ისე სუსტები არიან ამ წამლების მიმართ, ამ მედიკამენტების მიმართ და დაიწყეს თავისებური ბრძოლა. გამოიმუშავეს სხვადასხვა მექანიზმები და დღეს ვდგავართ ჩვენ ისეთი პრობლემის წინაშე, როგორიც არის ანტიბიოტიკორეზისტენტობა. ანუ ბაქტერიებმა გამოიმუშავეს სხვადასხვა მექანიზმი, დაუპირისპირდნენ ამა თუ იმ ანტიბიოტიკს და მათი მოქმედება არ იყოს მათთვის ისეთი აქტიურად, ისეთი ეფექტიანი და არ იყოს მიზანმიმართული მათი განადგურებისკენ, არამედ საკმაოდ მედეგი ფორმებით პირიქით გვებრძვიან ჩვენ უკვე ადამიანებს. ლაბორატორიული მედიცინა როგორ აირეკლავს ამ მდგომარეობას და აზარალებს თუ არა ლაბორატორიული მედიცინის რომელიმე წახნაგს. თქვენ როგორ გეხებათ ეს პროცესები? როდესაც მაგალითად ამა თუ იმ ინფექციას ებრძვის ინფექციონისტი და ასეთ შემთხვევაში ინსტრუმენტები იარაღი აკლდება ხელთ, ეს გასაგებია და ლოგიკურად ძალიან მარტივად აღსაქმელია. როდესაც ქირურგს ჭრილობის ვთქვათ აღდგენისას, შეხორცებისას გარკვეული პრობლემები დაძლევა უწევს და აქ ანტიბიოტიკი არ არის სათანადოდ ეფექტიანი, აქაც ლოგიკა ადვილად აღქმადია. ლაბორატორიულ მედიცინას როგორ ეხება ეს ნინი? ზოგადად ლაბორატორიული კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია.
და შედეგს ვიღებთ მაშინ ლაბორატორიული კვლევის შედეგად მიღებული ლაბორატორიული კვლევის პასუხით, როდესაც ზუსტად სვავს ექიმი რამდენიმე კითხვას. როდის უნდა ჩავიტაროთ კვლევა, რა ტიპის კვლევა უნდა ჩავიტაროთ, რა მასალაში უნდა ჩავიტაროთ და როდის უკვე ვთქვით. ამიტომ აი ეს სამი კითხვა, რასად, როდის ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია ბაქტერიოლოგიური კვლევებისთვის. როდესაც ექიმს აქვს იმისთვის რომ რეალური სურათი დავინახოთ, ამას გულისხმობთ. და როდესაც ექიმი სვავს კითხვას, თუ რამ გამოიწვია ესა თუ ის ინფექციური პროცესი, აუცილებელია ჩაბარდეს ლაბორატორიაში მიზანმიმართულად გარკვეული მასალა, თუ გვაქვს ეჭვის შარცასქესო სისტემის ინფექციასთან, რა თქმა უნდა ჩაბარდეს შარდი. თუ გვაქვს ქვედასასუნთქების პრობლემასთან საქმე და ინფექციასთან, რა თქმა უნდა ჩაბარდეს ამ შემთხვევაში ნახველი. შეიძლება იყოს პლევრის პუნქტატი, შესაძლებელია იყოს ბრონხოალვეოლარული ლავაჟი და ასე შემდეგ. თუ ზოგადად სეფსისურ მდგომარეობა, სეფსისთან გვაქვს საქმე და ეჭვი აქვს ექიმს, ამ შემთხვევაში უკვე ბარდება სისხლი. ამიტომაც, როდესაც მასალა ბარდება ლაბორატორიაში, ამუშავებას იწყებს მექანიზმი, რასაც ქვია ბაქტერიოლოგიური კვლევა და გარკვეული ეტაპების შემდგომ უკვე აქ არ დავკონკრეტდებით, იმიტომ რომ საკმაოდ რთული პროცესები მიმდინარეობს, ლაბორატორია შეიძლება ითქვას იზოლაციას უკეთებს თავარ დამნაშავეს. ამ შემთხვევაში ბაქტერიას. ბაქტერიოლოგიური კვლევით მინდა ვთქვა, ხაზი გაუსვა, არავითარ შემთხვევაში არ ხდება ვირუსის იდენტიფიცირება, მხოლოდ და მხოლოდ ბაქტერიის და შესაძლებელია აგრეთვე კულტივაციის მეთოდით ასევე მოხდეს სოკოს დიაგნოსტიკა. ამიტომ აი ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე რო გვაქვს საუბარი, აქ ძირითადად ჩვენ გვაქვს როგორც ბაქტერიების მიმართ, ისევე უბრალოდ როგორც ბაქტერიებზე ვსაუბრობთ, ასევე ვსაუბრობთ სოკოებზე, რომლებმაც გარკვეულწილად გამოიმუშავეს გარკვეული რეზისტენტობა ამა თუ იმ ანტიბიოტიკების და ანტიმიკოზური პრეპარატების მიმართ. ამიტომაც ლაბორატორია სწორედ რომ მთავარ დამნაშავეს გამოავლენს და მთავარი დამნაშავის სამკურნალოდ უკვე თუ რომელი ანტიბიოტიკის მიმართ ის არის მგრძნობიარე, აკეთებს გარკვეულ ტესტირებას, რასაც ქვია ანტიბიოტიკო რეზისტენტობის განსაზღვრა. რის საფუძველზეც უკვე ექიმი იღებს ინფორმაციას, თუ რომელი ანტიბიოტიკით უნდა უმკურნალოს ამა თუ იმ ბაქტერიას. ძალიან ხშირად არის კითხვა დასმული, თქვათ, პაციენტების მხრიდან, რომ თქვათ, შეიძლება განსაზღვროთ, რომელი ანტიბიოტიკის მიმართ ვარ მე მგრძნობიარე. არა, ანტიბიოტიკის მიმართ პაციენტი არასოდეს არ არის მგრძნობიარე, აქ შესაძლებელია უბრალოდ სხვა ტიპის რეაქცია განვითარდეს. ანტიბიოტიკის მიმართ მგრძნობიარე არის მხოლოდ და მხოლოდ გამომწვევი ბაქტერია, რომელსაც ექიმი მიზანდასახულად გარკვეული დოზირებით და გარკვეული ხანგრძლივობით ნიშნავს ამ ანტიბიოტიკს და ებრძვის სწორედ აი ამ მთავარ კონკრეტულ ბაქტერიას და კონკრეტული ბაქტერიის მიმართ, ვთქვათ, ბრძოლის უნარიან პრეპარატს არჩევს. ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს კიდევ ერთი წახნაგის წარმოსაჩენად და სულ რამდენიმე წამში კიდევ ერთი კოლეგა შემოგვიერთდება სტუდიაში. როგორც დაგკვირდით, კიდევ ერთი კოლეგა შემოგვიერთდა, პედიატრი ქალბატონი თამარ მეტრეველი. თათული დილამშვიდობისა. მიხარია თქვენი სტუმრობა და მიხარია რომ მაქვს შესაძლებლობა დღევანდელი თემიდან გამომდინარე კიდევ ერთ წახნაგს შევეხოთ. რასაკვირველია, როდესაც პედიატრია გადაცემაში სტუმრად, მშობლების ინტერესი განსაკუთრებით უფრო მაღალია, იმიტომ რომ ყველა ეძებს ინფორმაციას, რომელიც მის შულს წაადგება, მის ოჯახს წაადგება და ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მხარე, რომელიც ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობის, ანტიბიოტიკების მიმართ გამძლეობის ზრდის ფონზე, როდესაც ქალბატონი ნინი საუბრობდა, მთელი მსოფლიოსთვის ეს ყველაფერი თავსატეხია.
მშობლების როლი და პასუხისმგებლობა სრულიად განსხვავებულად დასაქმელია. სიფრთხილე, რომელიც უნდა გამოიჩინონ მშობლებმა, ერთია და მეორეა, რა გვინდა ვუთხრათ ჩვენ ექიმებმა, ოჯახებს და მშობლებს, რატომ უნდა გამოიჩინონ ეს სიფრთხილე. როდესაც ჩვენ ანტიბიოტიკებთან დაკავშირებით ვამბობთ, რომ გამოვიჩინოთ წინდახედულება, თვითნებურად არ მივიღოთ გადაწყვეტილება, დაბალი დოზებით არ გავწელოთ, არ შევწყვიტოთ ვადაზე ადრე და ასე შემდეგ. ამას აქვს თავისი სამედიცინო ახსნა, მაგრამ ხშირად ჩვენ არ ვამბობთ შესაძლო შედეგებზე, რომელიც მშობელმა ხშირ შემთხვევაში არც იცის. მაგალითად, რატომ შეიძლება ბაქტერიების წინააღმდეგ მიმართული მკურნალობა ბაქტერიების წახალისების წინაპირობად იქცეს და თუ ფილტვების ანთება გვინდა ავარიდოთ შულს, პირიქით დაემართოს ფილტვების ანთება. მოდით აქეთკენ მსჯელობა მაქსიმალურად გასაგებად დავანახოთ ჩვენს მშობლებს. კი ბატონო. ზოგადად ანტიბიოტიკო რეზისტენტობა დღესდღეობით აქტუალური თემაა და სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ მოვედით აქ და ამაზე ვსაუბრობთ. ერთი რამ თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ანტიბიოტიკი ძალიან კარგი მედიკამენტია და ჩვენ მას არ ვებრძვით. ასე არ მოხდეს ამ ყოველფრის აღქმა. ანტიბიოტიკის სწორ დროს და სწორ სიტუაციაში, სწორი დოზით და ხანგრძლივობით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრი ადამიანი გადაურჩენია ამ მედიკამენტს, რა თქმა უნდა. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ ეს რესურსი არ დავკარგოთ და აი ასეთი შესაძლებლობა, რომელიც კაცობრიობამ აგერ საუკუნის განმავლობაში გამოიყენა, კიდევ უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ სამომავლოდ. მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რაც ალბათ ყველა მიცის, თუმცა ანტიბიოტიკთან ერთად რატომაც ამაზე ნაკლებად ვფიქრობთ და ნაკლებად ვსაუბრობთ. ჩვენი ორგანიზმი ზოგადად ეს ყველასთვის ცნობილია, რომ ასე ვთქვათ, სავსეა მეგობარი ბაქტერიებით. ეს მეგობარი ბაქტერიები ცხოვრობენ როგორც კუჭნაწლავის ტრაქტში, ძირითადი რაოდენობა, ასევე სასუნთქ სისტემაში და ისინი ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენს ასე ვთქვათ მეტაბოლიზმში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუ ბავშვების ჭრილში შევხედავთ, ეს მიკრობიოტა, ეს მეგობარი ბაქტერიები არის ასე ვთქვათ სკოლა იმუნური სისტემისთვის. მიკრობიოტა ავარჯიშებს იმუნურ სისტემას და თავიდანვე ასწავლის ორგანიზმს, რა არის კარგი და რა არის ცუდი. როდესაც ხდება ანტიბიოტიკის მიღება, როდესაც საჭიროა, თუ როდესაც კიდევ უარესი საჭირო არ არის და მაშინ ხდება ანტიბიოტიკის მიღება, ანუ არასწორად ხდება, ხო? ამ მედიკამენტის მოხმარება, ანტიბიოტიკს არ შეუძლია გარჩიოს, რომელი არის, ასე ვთქვათ, ცუდი ბაქტერია და რომელი კარგი ბაქტერია. ის ებრძვის ჩვენს მიკრობიოტას და მიკრობიოტას ბალანსი ირღვევა. შედეგად, როდესაც ეს მიკრობიოტას ბალანსი ირღვევა, ჩვენ იმუნურ სისტემას, ასე ვთქვათ, ცუდი სკოლა ხვდება და ვერ ხდება იმუნური სისტემის ტრენინგი. სწორედ ამიტომ მომავალში წლების შემდგომ ჩვენ შეიძლება ხელი შევუწყოთ აი ამ დარღვეული მიკრობიოტით და არასწორად გამოყენებული ანტიბიოტიკებით მომავალში ალერგიის განვითარების რისკს. კვლევებით არის დადასტურებული, რომ თუ 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ხდება ანტიბიოტიკის გამოყენება, ის 20-დან 40%-მდე ზრდის მომავალში ასთმის განვითარების რისკს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ აუტოიმუნური დაავადებების განვითარებაზე, ხო? ანუ იმუნური სისტემა, ასე ვთქვათ, აი თავგზას უბნევს იმუნურ სისტემას ეს დარღვეული მიკრობიოტა და შემდგომ უკვე იმუნური სისტემა ვეღარ ერკვევა რა არის კარგი, რა არის ცუდი, რა არის თავისი, რა არის ასე ვთქვათ უცხო და იწყებს აი ამ ანთებით რეაქციას, რაც შემდგომ უკვე აუტოიმუნური დაავადებების სახით გვევლინება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ვისაუბროთ სიმსუქნეზე და ჭარბწონაზე. მიკრობიოტა დღესდღეობით ამაზე უამრავი კვლევა არსებობს და ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს, რომ მიკრობიოტას ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენს მეტაბოლიზმში. ის იქნება მინერალების შეწოვა, მინერალების აბსორბცია, თქვა, კალორიების შეწოვა, ცხიმის დეპონირება, როგორ ხდება, ამაზეც გავლენას ახდენს, ინსულინის მეტაბოლიზმზე ახდენს ასევე გავლენას. ამიტომ თუ ეს მიკრობიოტა ირღვევა, შემდგომში რისკი იმისა, რომ გამოვლინდეს, თქვა, ჭარბიწონა და სიმსუქნე, ამის რისკი იზრდება, ცხადი. ამიტომ ანტიბიოტიკის მიცემა დღესდღეობით თუ არ არის საჭირო, ხო,
ხო? თუ არის საჭირო, მაინც იზრდება სამწუხაროდ ამის რისკი, მაგრამ როდესაც არ არის საჭირო, ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვაზიანებთ ადამიანის ორგანიზმს და ვზრდით მომავალში აი ამ დაავადებების, ასე ვთქვათ, და მდგომარეობების განვითარების რისკს. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე მიკრობიოტაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ ვიცით, რომ ნაწლავი არის ასე ვთქვათ მეორე ტვინი. შემდგომში, აი შფოთვითი აშლილობების გამოწვევას შეუძლია მიკრობიოტის დარღვევას. ამიტომ კიდევ ერთხელ დავუხურათ, ასე ვთქვათ, სკოლას დროზე ადრე ჩვენს იმუნურ სისტემას, იმით რომ გავანადგუროთ აი ეს მიკრობიოტა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვთქვათ, ანტიბიოტიკის მიცემა გამოიწვევს ჭარბწონას, ანტიბიოტიკის მიცემა აუცილებლად გამოიწვევს, ვთქვათ, ალერგიას ან მომავალში აუტოიმუნურ დაავადებას, თუმცა რისკები იზრდება. რაც თქვენ ახსენეთ, ასევე ძალიან საინტერესო ნაწილი არის, რომ აი მაგალითად ვირუსული ფარინგიტი, ყველაზე გავრცელებული მდგომარეობა ბავშვებში, ყელის ტკივილით, სიცხით მიმდინარე. ვირუსით პროვოცირებული. ვირუსით განპირობებული ვირუსული ფარინგიტი, რაც ყოველმე ბავშვს ალბათ რა ვიცით, განსაკუთრებით სეზონური ინფექციების ფონზე. ასეთ შემთხვევაში თუ არასწორად დავნიშნავთ ანტიბიოტიკს, არასწორად გამოვიყენებთ, როგორც სიცხის დამწევს საშუალება, თქვა, როგორც გახანგრძლივებული ცხელების, ასე ვთქვათ, შესამცირებლად, ან აი იმისთვის, რომ შვიდაც ვიყოთ, მოდი მაინც მივცემ, რომ აი რაღაცა პროფილაქტიკურად, ყოველი შემთხვევისთვის ავიცილოთ თავიდან, ამ შემთხვევაში რა შეიძლება გამოვიწვიოთ? ის ვირუსი მაინც თავის საქმეს აკეთებს, იქ ჩვენ ამ ანტიბიოტიკით ოროფარინგიალურ, ანუ აი ამ ზედასასუნთქისების მიკრობებს, ასე ვთქვათ, ვაზიანებთ კეთილ მეგობრებს და კეთილ ბაქტერიებს და ასეთ შემთხვევაში იმ პირობით პათოგენურმა ბაქტერიებმა, იმ ბაქტერიებმა, რომელსაც თუ პირობა შეექმნა, დაგვაზიანებს, ის აუცილებლად გააქტიურდება და შეიძლება ჩვენ შვილს, რომელსაც ქონდა ვირუსული ფარინგიტი და ვირუსული ინფექცია, მივეცით ანტიბიოტიკი და ამით კიდევ უფრო გავაუარესეთ და გავზარდეთ იმის რისკი, რომ ვირუსულ ახლა კიდევ თან ბაქტერიული დაურთოთ თან. ამიტომ კიდევ ერთხელ ანტიბიოტიკი ძალიან კარგი მედიკამენტია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისეთ დროს უნდა გამოვიყენოთ, როცა ეს აუცილებელია და ნამდვილად საჭიროა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ნებისმიერ არჩევანს სჭირდება დასაბუთება. ნებისმიერ შემთხვევაში, რომელი მეთოდიც არ უნდა გამოვიყენოთ, მით უფრო, როდესაც ვლაპარაკობთ ორგანიზმში წონასწორობაზე და ჩვენ ვცდილობთ ხოლმე საზოგადოების დამოკიდებულება შევაფასოთ, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გაგიზიაროთ გამოკითხვის შედეგები, რომელიც დღევანდელი თქვენი სტუმრობისთვის წინასწარ მოვამზადეთ და ეს გამოკითხვა უკავშირდება ძალიან მარტივ შეფასებას, რომელი მახასიათებლის გამოიყენებს ჩვენი საზოგადოება ანტიბიოტიკებს. შესაძლოა უცნაურად და ძალიან მარტივად ჟღერდეს ეს კითხვა და გაგიკვირდეთ კიდეს, რატომ ჩართეთ კითხვის შემადგენლობაში ისეთი ფრაზა, როგორიც არის სიცხის დამწევი, იმიტომ რომ წესით საზოგადოებამ უკვე უნდა იცოდეს, რომ სიცხის დამწევად არ გამოვიყენოთ ანტიბიოტიკი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს მაინც ჩავთეთ, მე ჩავთეთ. გულწრფელად გეტყვით, იმიტომ რომ მინდოდა შემეფასებინა, როგორ არის ჩვენი საზოგადოება ინფორმირებული მრავალწლიანი ჩვენი საუბრების ფონზე. ბაქტერიების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს მას, ვირუსების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, თუ იცის ამის შესახებ საზოგადოება. და როგორც გაირკვა 45%-მა იცის, რომ ბაქტერიების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს ანტიბიოტიკი, ანუ ანტიბაქტერიული მოქმედების პრეპარატია. 18%-მა აღნიშნა, რომ ვირუსების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და ჩემთვის ყველაზე სამწუხარო იყო ის, რომ 23%-მა მონიშნა მთავარ მახასიათებლად ანტიბიოტიკების სიცხის დამწევი ეფექტი. ანუ პრაქტიკულად საზოგადოების მეხუთედი, ცოტა მეტი თვლის, რომ მას აქვს მთავარი მახასიათებელი სიცხის დამწევი ეფექტი და მხოლოდ 14%-მა მიუთითა არ ვიცი. ანუ რეალურად ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, მით უფრო რომ თანამედროვე ტექნოლოგიები, ნინი, ბაქტერიებთან დაკავშირებით, აი ლაბორატორიულ მედიცინაზე ვსაუბრობთ, აქ ჩვენ უნდა შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი საუბარი, არის თუ არა მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაითვალისწინოს, რაზე ვსაუბრობთ და რატომ შეიძლება დიაგნოსტიკაში თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოგვცეს უფრო უკეთ, უფრო მიზანმიმართულად, ნაკლები ზარალით, ნაკლები რისკით ამ ერთი მხრივ მედიკამენტის გამოყენება და ნაკლებად ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობის განვითარება, შესაძლებლობა. ზოგადად, მარი, ასეთ ცნობილია, რომ ბაქტერიოლოგიური კვლევა არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა. ამიტომ ვერ დაველოდები პასუხს ყოფილა, თქვა, პაციენტის მშობლისგან, თვითონ პაციენტისგან, მაგრამ დღევანდელ დღეს
ტექნოლოგიურმა პროგრესმა იმდენად შეამცირა უშუალოდ ბაქტერიოლოგიური კვლევის დრო, რომ ამისთვის რომ გადაიდოს ბაქტერიოლოგიური კვლევა და მაინც დავიწყოთ მოდის მკურნალობა, გარკვეული, თქვათ, შემთხვევების გარდა ნამდვილად არ ღირს, იმიტომ რომ რეალურად დღეს 24 საათში ჩვენ შესაძლებელია ვიცოდეთ, რომელ ბაქტერიასთან გვაქვს საქმე და ემპირიულად დავიწყოთ მკურნალობა და თუ შემდგომ კიდევ 24 საათი აუცილებელია ანტიბიოტიკო მგრძნობელობისთვის, შემდგომ გავაკეთოთ გარკვეული მოდიფიცირება. მე არ მაქვს საუბარი урგენტულ შემთხვევებზე, მედიცინაში არის ესეთი გადაუდებელი მდგომარეობები, როდესაც ექიმი იწყებს, მაგრამ აქვე მინდა დავამატოთ, როდესაც ვიწყებთ ბაქტერიოლოგიური კვლევა თუ დაინიშნება ექიმის მიერ, აუცილებელია რომ მასალა კვლევისთვის აღებული იყოს ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე. ეს არის ოქროს წესი, იმიტომ რომ როგორც კი ჩვენ ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე ვიღებთ სურათს, პრაქტიკულად კარგავთ ყველანაირ ინფორმაციას, ვიღებთ აბსოლუტურად არასწორ პასუხს. და შესაბამისი დასკვნებიც არ იქნება აბსოლუტური. და როდესაც საუბრობთ, მე მინდა თათულის ვკითხო. თქვენ ბრძანეთ ბავშვის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივაში დღეს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა. თქვენ ბრძანეთ, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს ეს ყველა სისტემასთან მიმართებაში და არა მარტო ერთ კონკრეტულ პრობლემასთან მიმართებაში. მაგრამ მე მინდა გკითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი წინდახედულება რესურსთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სასიცოცხლო რესურსებზე, სხვადასხვა ორგანოების რესურსებზე, რატომ გვჭირდება ხოლმე წინდახედულად ფიქრი იმ მედიკამენტების რესურსებზე, რომელიც შეიძლება დასჭირდეს ჩვენ შულს და რატომ შეიძლება ესეც აღმოჩნდეს არგუმენტი, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სწორ არჩევანზე, რაციონალურ დამოკიდებულებაზე და მაგალითად თუნდაც იმ გადაწყვეტილების უარყოფაზე, რომ ყოველი შემთხვევისთვის მაინც პროფილაქტიკისთვის მაინც გამოვიყენოთ ესა თუ ის საშუალება. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი შვილის მომავალზე ფიქრით, მაქსიმალურად დავზოგოთ ის არსენალი, რაც უკავშირდება ანტიბიოტიკებს. კი ბატონო, ან როგორც აღნიშნე უკვე, რაზეც ვისაუბრე, ეს შეიძლება გათავისებული იქნას, თქვათ, მშობლის მხრიდან, როგორც იმ კონკრეტულ ბავშვთან დაკავშირებით, იმ კონკრეტულ პაციენტზე, ხო? ანუ ის რაც დღეს მიღებული გადაწყვეტილებაა, რომ ანტიბიოტიკი დავალევინოთ, შემდგომ შეიძლება რამდენიმე წლის მერე ესეთი პრობლემა წარმოშოს თვითონ იმ კონკრეტულ პაციენტთან, აბსოლუტურად არ იქნება ეს დაკავშირებული არც ბაქტერიულ ინფექციასთან, არც იმ ანტიბიოტიკთან, ან მიკრობიოტის დარღვევის გამო შეიძლება რიგი პრობლემები, თქვათ, გამოჩნდეს. ეს ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ იმას ჯერ რაც ვიცით, მიკრობიოტის მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო იზრდება და უფრო და უფრო მეტი კვლევა ტარდება და თქვა 10 და 15 წლის შემდგომ შეიძლება კიდევ მრავალი სხვა პრობლემა წარმოჩნდეს, თქვა, რაც თქვა დღეს ჯერ არ ვიცით, ან კვლევის პროცესშია, ხო? ეს რაც შეეხება თვითონ იმ კონკრეტულ პაციენტს და იმ ჯანმრთელობის იმ მდგომარეობას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად გავითვალისწინოთ და ვიფიქროთ ანტიბიოტიკო რეზისტენტობას როგორც გლობალურ პრობლემაზე. იმიტომ რომ ვიღაცა ადამიანი შეიძლება კარგი არაუშავს დავალევინებ ანტიბიოტიკს, რა ვქნა ეს რეზისტენტობა, მაგრამ ეხლა ჭირდება მე ვფიქრობ, რომ ამით დავიცავ მე ჩემს. ეს შეიძლება, ეს ფაქტი შემდგომ უკვე მომავალში იმავე პაციენტს, იმავე ოჯახს ახლა ძალიან ასე ვთქვათ, ცუდად და უარყოფითად მოუბრუნდეს, ხო? ანუ ანტიბიოტიკო რეზისტენტობაში ჩვენ შეგვაქვს ძალიან ასე ვთქვათ, დიდი წვლილი და დიდი როლი, როდესაც არასწორად ვიყენებთ ანტიბიოტიკს, არ დროზე ადრე წყვეტთ ანტიბიოტიკს, ვიყენებთ იმის გამო, რომ ადრე იყო, ვთქვათ, სოციალური პასუხისგებლობაც კი არის. რასაკურველია? სოციალური პასუხისგებლობა არის, კი. რასაკურველია, რომელიც მარტო ერთ ადამიანს არ უკავშირდება, ოჯახის უკავშირდება საზოგადოებას. მარტო ჩვენ კონკრეტულ ბავშვს კი არ შეიძლება თქვა დავაზიანო მომავალში. არამედ ეს შეიძლება იყოს გლობალური პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში და შეიძლება ჩვენვე დაგვიბრუნდეს უკან.
ბუმერანგის სახით. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა კოლეგებო დღევანდელი სტუმრობისთვის. მე უნდა გავამხილო, რომ როდესაც ხვალ პროფესიული შეკრება იქნება და ამასთან დაკავშირებით მსჯელობა, უკვე ტრადიციული მსჯელობა, ისევე როგორც წინა წლებში შედგება, ეს ტრადიცია სამომავლოდაც გაგრძელდება, ისევე როგორც ჩვენი საუბარი ამ თემაზე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სერიოზული და ძალიან აქტუალური სამედიცინო პრობლემა, რომელზედაც სხვადასხვა დარგის ჭრილში საუბარი არაუბრალოდ ღირს, არამედ მოქმედება აუცილებელია. და მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები იბრძანდებოდნენ ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი ქალბატონი ნინი ბაკურაძე და პედიატრი ქალბატონი თამარ მეტრეველი. მე არ გემშვიდობები, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. კვებაზე საუბარი ჩვენი გადაცემის განუყოფელი ნაწილია და თქვენ ისით ყოველდღიურად ჩვენს გადაცემაში კვებითი შუქნიშანი სხვა არაფერია თუ არა საბაბი ვისაუბროთ იმაზე, რა სჭირდება ამა თუ იმ პრობლემის შემთხვევაში ადამიანს საკვები პროდუქტების სახით, საკვები ნივთიერებების სახით იმისათვის, რომ პრობლემები ავიცილოთ თავიდან, ან არსებული პრობლემების შემთხვევაში უფრო ადვილად გავუმკლავდეთ. სწორედ ამიტომ არსებობს სიმბოლური რეკომენდაციები, არა უნივერსალური, არა ყველასათვის ერთნაირად სარგო, არამედ სიმბოლური რეკომენდაციები, რომელთა შორის ხვდება ჩვენი თებშიც, სადაც გათვალისწინებულია დღიური რაციონის გადანაწილება ბოსტნეულზე და ხილზე აქცენტით, მარცვლეულ-ბურღულეულის გათვალისწინება, ცილოვანი კომპონენტის, ისე რომ სულ ცოტა ხუთი ფერის, ხუთი ჯგუფის პროდუქტი მივიხმაროთ. და ასეთ შემთხვევაში მრავალფეროვნება პროდუქტებისა მხოლოდ წაადგება სხვადასხვა პრობლემების წინაშე მყოფ ჩვენს ორგანიზმს სასიცოცხლო რესურსები მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენოს. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ანტიბიოტიკების გამოყენებაზე, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ანტიბიოტიკების დამსახურებით დარღვეულ წონასწორობაზე, დიახ, ჩვენ ვლაპარაკობთ მდგომარეობაზე, როდესაც ორგანიზმი არ იმყოფება მისთვის ჩვეულ ფაზაში. ორგანიზმისათვის მნიშვნელოვანია მიკროსამყარო ატაროს თავისი სხეულით. ატაროს თავისი სხეულით ისე, რომ კანზე, ნებისმიერ ლორწოვანზე, რა თქმა უნდა, ნაწლავის შიგნით, გენიტალიების მიდამოში და ასე შემდეგ, თვალით უხირავი ბაქტერიები, სოკოები, სხვადასხვა სახის ორგანიზმები, როგორც ერთი მთლიანი სამყარო შეინახოს, წლების მანძილზე ატაროს და მოახერხოს მასთან თანაცხოვრება. აი ამ თანაცხოვრების პროცესში მნიშვნელოვანია კეთილგანწყობა, კეთილგანწყობა, როდესაც აი ეს ურთიერთობა არ არის დამაზარალებელი არც ერთი მხარისთვის. დიახ, ჩვენმა მოქმედებამ შეიძლება დააზარალოს ეს თვალით უხილავი სამყარო, ისევე როგორც გაბრაზებულმა ბაქტერიებმა ან სოკოებმა შეიძლება სამაგიერო გადაგვიხადონ და ჩვენი ორგანიზმისათვის საზიანო შედეგები მოიტანოს მათმა ცხოველქმედებამ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი მხრივ რა არის რისკის შემცველი ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე, წონასწორობიდან გამოსული ნაწლავის შემთხვევაში და რა იქნება დამხმარე საშუალება. თუ ჩვენ ზოგადად ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მკურნალობის დროს, ნებისმიერი დარღვეული წონასწორობის დროს, ჩვენ პირველ რიგში ვსვამთ კითხვას, არის თუ არა საკმარისად წყლით უზრუნველყოფილი ჩვენი ორგანიზმი, იმიტომ რომ ორგანიზმით უზრუნველყოფა წყლით ნიშნავს ორგანიზმის გარემოს უზრუნველყოფას აუცილებელი ქიმიური ნივთიერებებისათვის, აუცილებელი ქიმიური რეაქციებისათვის საჭირო გარემოს შესაქმნელად. ასეთ შემთხვევაში ჩვენ საგანგებოდ გამოვყოფთ იმ პროდუქტებს, რომელთა დამსახურებით შეიძლება დაზარალდეს ეს გარემო. მაგალითად, გაძლიერდეს ანთებითი ველი, ანუ ანთებას შევუწყოთ ხელი და ყველა ასეთი პროდუქტი, რა თქმა უნდა, ყვითელ ზონაში აღმოჩნდება, გნებავთ ალკოჰოლი, გნებავთ უკიდურესად ტკბილი, ადვილად შეთვისებადი, რაფინირებული შაქრებით დატვირთული, გნებავთ ცხიმიანი პროდუქტები, არ აქვს მნიშვნელობა ცხოველური თუ მცენარეული ცხიმით უკიდურესად დავტვირთათ ორგანიზმს. ტვირთია და წონასწორობიდან გამოსული ორგანიზმისათვის ნებისმიერი ტვირთი რთულად სატარებელი ხდება. ცალკე საკითხია
როდესაც წონასწორობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, აი ამ პროცესში ჩართული მედიკამენტების და საკვები ნივთიერებების ურთიერთობა. აქაც გაგახსენებთ. დიახ, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მაგალითად ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არა მხოლოდ წყლით, არამედ სხვა სითხეებით ბალანსის შევსებაზე, მაგრამ თუ ამ ნივთიერებების ურთიერთქმედებას გავითვალისწინებთ მედიკამენტებთან, არ დაგავიწყდეთ, რომ ზოგიერთი წვენის შემთხვევაში, ზოგიერთი პროდუქტის შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ მკაცრი გამიჯვნა, მაგალითად გრეიპფრუტის წვენთან დაკავშირებით, ციტრუსების წვენთან დაკავშირებით, ფორთოხლის წვენთან დაკავშირებით, ცხადია უფრო ნაკლებად ვიდრე გრეიპფრუტის შემთხვევაში, მაგრამ მათი ურთიერთქმედება მედიკამენტებთან და მათი ეფექტის ცვლილება, მათი დოზის გავლენის ცვლილება ჩვენს ორგანიზმზე ამ წვენთან ერთად მიღების შემთხვევაში ან ამ წვენის შემცველი პროდუქტების მედიკამენტთან ახლო ინტერვალში მოხმარების შემთხვევაში. არის კიდევ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ მაშინ, როდესაც მე შუქნის ზონაში ვდგავარ. მრავალფეროვნება პროდუქტებისა ყველა შემთხვევაში გვეხმარება ორგანიზმის სასიცოცხლო რესურსების შენარჩუნებაში და განსაკუთრებით იმის გათვალისწინებაში, რომ იმუნიტეტის გასაძლიერებლად ერთი უნივერსალური წამალი არ არსებობს. ყველაფერი, რაზედაც შეგვიძლია ვილაპარაკოთ, შეიძლება იყოს დამხმარე საშუალება, მაგრამ იმუნიტეტისათვის, იმუნიტეტის შესაძენად, იმუნიტეტის გამოსაწვრთნელად ერთი წამალი დღეს კაცობრიობას არ აქვს. სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ნივთიერება, რომელიც არის სხვადასხვა საკვებ პროდუქტში დაშიფრული და მათი ერთობლიობა, მათი მოხმარება, მათი მრავალფეროვანი ჩართვა ჩვენს რაციონში უზრუნველყოფს სწორედ ამ თვისებებს, ამ შედეგებს. და ასეთ შემთხვევაში კალციუმის შემცველ პროდუქტებთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს, როდესაც ანტიბიოტიკებს ვიყენებთ. მაგალითად, ზოგიერთი ანტიბიოტიკის გამოყენებისას მე შეგნებულად არ დავასახელებ თავად ანტიბიოტიკებს, მაგრამ გეტყვით, რომ ისეთი ჯგუფი, როგორიც არის ერთ-ერთი მაგალითად ტეტრაციკლინების ჯგუფი, მათთან კალციუმით მდიდარი პროდუქტები არც თუ ისე კეთილმყოფელ გავლენას შეიძლება ახდენდეთ ჩვენს ორგანიზმზე. უფრო მეტიც, თქვენ აუცილებლად ამ ჯგუფის პრეპარატების დანიშვნისას ექიმი გეტყვით კვებამდე 2 საათით ადრე, ან კვების შემდეგ 4-6 საათით ინტერვალით, რომ უნდა მიიღოთ რძის პროდუქტები, ან კალციუმის შემცველი პროდუქტები და ასე შემდეგ. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ინტერვალების დაცვა? იმიტომ რომ კალციუმით მდიდარი პროდუქტები და კალციუმი გარკვეულ ბმაში შეიძლება აღმოჩნდეს ამ ნივთიერებებთან და შეცვალოს ამ ნივთიერებების ეფექტი. ისეთი გავლენა აღარ იქონიოს ჩვენს ორგანიზმზე, რისი მოლოდინიც გვაქვს. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც ანტიბიოტიკების გამოყენების შედეგად წონასწორობაა დარღვეული ჩვენს ნაწლავში. ჩვენ ბევრი რამის წარმოქმნას ორგანიზმის შიგნით ვახერხებთ და ხშირ შემთხვევაში ეს ხდება ჩვენი მეგობარი ბაქტერიების ხარჯზე. რომელი ნივთიერებების წარმოქმნა შეუძლიათ. მაგალითად, მათი ცხოველქმედების პროდუქტები, რომელიც სხვადასხვა გაზის სახით წარმოიქმნება და ბევრისათვის ეს მეტეორიზმი თავსატეხი ხდება. მაგრამ არის მნიშვნელოვანი შემავსებელი ჩვენი ორგანიზმის მოთხოვნილებების ვიტამინების სახით. დიახ, მე არ მეშლება, ნამდვილად შემიძლია არაერთი მაგალითი მოგიყვანოთ, როდესაც თავად ბაქტერია წარმოქმნის კონკრეტულ ვიტამინს და შემოგვაშველებს ჩვენ. მაგალითად, როდესაც მე ახლა მწვანე ზონასთან ახლოს ვდგავარ, აუცილებლად გეტყვით, რომ მწვანე პროდუქტები, იქნება ეს კომბოსტო, ბროკოლი, სალათის ფოთლები, ისპანახი და ასე შემდეგ, ძალიან მდიდარია K1 ვიტამინი. ეს ვიტამინი ჩვენ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ფუნქციისთვის გვჭირდება, ძვლისთვის გვჭირდება სისხლის შედედებისთვის და კიდევ მრავალი სხვა პროცესისთვის, იმისთვის რომ ორგანიზმმა მიიღოს ეს საკვების სახით და მწვანე მცენარეები ამაში გვეხმარება. მაგრამ არის K2 ვიტამინი, რომელიც არის ბაქტერიების სინდისზე. რომელი ბაქტერიების სინდისზე? ერთი მხრივ ჩვენი ორგანიზმის ბინადარი ბაქტერიების სინდისზე, ჩვენი ნაწლავის ბინადარი ბაქტერიების სინდისზე. რა მოხდება მაშინ, როდესაც ანტიბიოტიკოთერაპიით ჩვენ ამ წონასწორობას დავარღვევთ და
K2 ვიტამინის გამომუშავებელ ბაქტერიებს გავანადგურებთ. რასაკვირველია, K2 ვიტამინი საკმარისი რაოდენობით არ წარმოიქმნება. კიდევ სად არის ეს K2 ვიტამინი? ყველგან, სადაც ფერმენტაციის პროცესში ბაქტერიაა ჩართული, მაგალითად ეს იქნება ყველი გაუდა, იქნება ეს მაგალითად ყველი ბრი, იქნება ეს სხვადასხვა ფერმენტირებული ბოსტნეული, სოია თუ მრავალი სხვა. გარკვეული რაოდენობით შეიძლება იყოს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში, მაგრამ ჩვენი ამოცანა რაში მდგომარეობს? სისტემატურად მხოლოდ გარედან მივაწოდოთ ორგანიზმს თუ დავეხმაროთ წონასწორობის აღდგენაში და იმ ბაქტერიების აღდგენაში, რომელთა დამსახურებით K2 ვიტამინი წარმოიქმნება. ეს უკანასკნელი არის ჩვენი ამოცანა. ისევე როგორც კალციუმის ბალანსის დაცვა ანტიბიოტიკებთან მიმართებაში, ისევე როგორც ყველა ჯგუფის პროდუქტების რაციონალური გამოყენება და ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს ჩვენი დამხმარე ინსტრუმენტი. უპირველეს ყოვლისა, რა კი კვებით შუქნის შანსში ვიმყოფებით და კვებაზე ვსაუბრობთ, ისევ საკვები პროდუქტები, რომელთა შესახებ თქვენ ძალიან კარგად იცით და რომელთა დამსახურებით არის ხოლმე შენარჩუნებული კარგი და არც თუ ისე სასიამოვნო, მეგობარი და არც თუ ისე კეთილგანწყობილი ბაქტერიების ურთიერთთანაფარდობა. მჟავე კომბოსტო და მჟავე კიტრი, ნებისმიერი მამა-პაპური წესით დამწნილებული პროდუქტები, არა მარინადები, ძმრის ან შაქრის და მრავალი სხვა კომპონენტის ჩართვით, არა, მამა-პაპური წესით დამჟავებული. მოდით შემდეგ სლაიდებზე გადავიდეთ ცოტა უფრო სწრაფად. რძის ნაწარმი, ფერმენტირებული რძის ნაწარმი, რომელიც არის ცოცხალი ბაქტერიების წყარო და განკუთვნილი კეთილგანწყობილი ბაქტერიების გამოსაკვებად. იგივე სამსახურს გვიწევს სხვადასხვა სახის მჟავეული. ვაშლის ძმარი. წლების მანძილზე ძმარი არ განიხილებოდა ამ ჯგუფში. ეს იყო დამხმარე საშუალება, თუმცა ბოლო წლების მონაცემებით ვაშლის ძმარი, როგორც ბუნებრივი პროდუქტის, ამ შემთხვევაში ხილის ფერმენტაციის პროდუქტი, განიხილება როგორც პრობიოტიკი და ამავე დროს გარკვეულწილად პრებიოტიკური თვისების მატარებელიც, ანუ საკვებადაც რომ გამოდგება ბაქტერიებისთვის. სხვათა შორის ლობიოც, ნიორიც, ხახვიც და მრავალი სხვა პროდუქტი, რომელთა მიღება ზოგიერთ ჩვენგანს არ სიამოვნებს და ძალიან ბევრი ადამიანი დაიწუწუნებს ხოლმე, რომ რაღაცა მუცელში დისკომფორტი მაქვს, გაზები წარმოიქმნება და ასე შემდეგ. აი ამ პროდუქტების დამსახურებით გამოიკვებება ჩვენი მეგობარი ბაქტერიები და ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, რატომ? სწორად მომზადებული ეს პროდუქტები შეიძლება ჩვენთვის ზარალის გარეშე, ჩვენთვის ზიანის გარეშე ეფექტიანად გამოვიყენოთ ბაქტერიების დასაპურებლად. და ისეთი პროდუქტები, როგორც გახლავთ ბანანი, შვია, ჩიას ან სელის თესლი, ასევე გამოდგება ჩვენი მეგობარი ბაქტერიების წასახალისებლად, მათი კეთილგანწყობის დამსახურებისთვის. და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ამ პროდუქტების ჩამონათვალზე, თქვენ შენიშნეთ, რომ მათ შორის იყო ბოსტნეულიც, იყო ხილიც, იყო მარცვლეულბურღულეულიც, სხვადასხვა სახის თესლის და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი რძის ნაწარმთან ერთად, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან ერთად თავს იყრის თეფშზე, რომლის შესახებაც ჩვენ ყოველდღიურად ვსაუბრობთ და ასევე ითვალისწინებს K ვიტამინთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, რომელზედაც მე თქვენ უკვე გესაუბრეთ. მოკლედ, წონასწორობის აღდგენა, თუნდაც ანტიბიოტიკების რამდენჯერმე გამოყენების შემდეგ შესაძლებელია, თუ ჩვენ ანტიბიოტიკების მიღებამდე ორგანიზმი მომზადებული გვაქვს, ანტიბიოტიკების მოხმარების პროცესში ჩემს მიერ დასახელებული პროდუქტებით ვეხმარებით, მაგალითად მაწვნის სისტემატური გამოყენებით, ან სხვა უკვე ნახსენები პროდუქტების სისტემატური გამოყენებით და ვიცავთ პრინციპს. ორგანიზმის წონასწორობა დგას გაწონასწორებულ, დაბალანსებულ კვებაზე, რომელიც შეგვიძლია რაციონის პრინციპით, ერთი თეფშის პრინციპით გადავანაწილოთ და გარკვეულწილად დაავადების და პრობლემების თავიდან აცილებაც და მათი უკეთესი მართვაც დაუკავშიროთ აი ამ კვების რეკომენდაციებს. ეს იყო დღევანდელი ჩემი სათქმელი, გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.